ახლა აქ მაქვს 4 სახეობის პრაიმერი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც რეალურ პრობლემას აგვარებს, ეს არის ფორების შემავსებელი პრაიმერი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ გახსნილი ფორები, უნდა დაიტანოთ ფორების შემავსებელი პრაიმერი იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოიხსნათ. მოდით ვნახოთ, როგორი არის ჩემი კანი ახლა და როგორი იქნება ამ პრაიმერის დატანის შემდეგ. ასეთი პრაიმერი ყოველთვის დარტყმითი მოძრაობებით უნდა დაიტანოთ. აი ნახეთ, აქეთ არ მისვია საერთოდ და აქეთ მაქვს ეს პრაიმერი დატანილი. ამაზე ზემოდან გადასმული ტონალური ფუძე უკვე ბევრად უფრო გლუვი იქნება, ვიდრე აქეთ ამ მხარეზე გადასმული ტონალური ფუძე. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ტიპი, ეს არის დამატენიანებელი ტიპი. არსებობს ისეთი პრაიმერები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ატენიანებს ჩვენს კანს და უფრო მეტად არბილებს. ეხლა მე ამას არ დავიტან სახეზე, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მაქვს ჩატარებული ჩემი დღის რუტინა და ისედაც ძალიან დატენიანებული მაქვს კანი. შემდეგი ტიპის პრაიმერი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ეს არის ისეთი პრაიმერი, რომელიც გვეხმარება, რომ დიდხანს გაგუძლოს მაკიაჟი. როგორც კი სახეზე დავიტანთ, ეგრევე შრება. აი ნახეთ, აქეთ მხარეს დავიტან. ესეც უნდა დავიტანოთ აუცილებლად დარტყმითი მოძრაობებით. ჩანს კიდევაც როგორი წებოვანი გახადა კანი. აი ესე იკროვენ და ეკროვა სახეზე ეს მშვენიერი პრაიმერი, რაც მას ნიშნავს, რომ ზემოდან დატანილი ნებისმიერი პროდუქტიც მიეკროვა სახეზე და არ გადავა დღის განმავლობაში. ეს არის ჩემი საყვარელი. მაგრამ კიდევ არსებობს ერთი სახეობა და ეს არის აი ესეთი dewy skin, ანუ glass skin-ის ეფექტს აძლევს კანს. ამას ძირითადად გამოიყენებენ ხოლმე ესეთ მაღალ წერტილებზე სახის რელიეფის. პრაიმერების ძირითადი ტიპები არის ეს 4 ტიპი და სულ ეს იყო. თუ კიდევ რამე შეკითხვა გაქვთ პრაიმერებთან დაკავშირებით, დამიწერეთ კომენტარებში.